ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ამ წუთებში ქართული ოცნების ოფისში პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი იწყება. პირდაპირ ეთერში გთავაზობ ჩალვა პაპუაშვილის განცხადებას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როგორც იცით, ხვალ საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოების 2000-ზე მეტრ წევრს. ხვალინდელი არჩევნებისთვის უკვე დარეგისტრირებული არის 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 73 მედია არის აკრედიტებული არჩევნებზე დაკვირვების და გაშუქების მიზნით, ჯამში 2500-ზე მეტი დამკვირვებელი მედია წარმომადგენელი იქნება, ვისაც ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს და გააშუქოს ხვალინდელი არჩევნები. იცით, რომ 12 პარტია იღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, კანდიდატები რაოდენობაც არის დიდი, იცით, რომ მათ შორის დედაქალაქში 9 კანდიდატი არის მერობის 9 მერობის კანდიდატი არის წარმოდგენილი. წინასაარჩევნო რომ გარემო პრინციპში ჩვენ თვალწინ ჩაიარა და მეცილად იყო შვიდვითარებაში, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა რომ ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია შესაბამისად, ჰქონდა კომუნიკაცია მოქალაქეებთან და გაეცნოთ საკუთარი გეგმები. ნახეთ, რომ ტრადიციულად ოპოზიციამ არ ისარგებლა იმ შესაძლებლობით, რომ რეგიონში ჰქონოდა აქტიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან, ქართულ ოცნებას ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა ადგილზე, სოფელ, ყველა ქალაქში, ყველა უბანში, ყველა ოჯახში, ჩვენი კანდიდატები, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ეკონტაქტობდნენ ჩვენ მოქალაქეებს იმისთვის, რომ გაეცნოთ ჩვენი გეგმები, მოესმინათ მოქალაქეების მოსაზრებები და ჩვენი საერთო დაკვირვება არის მათ შორის ადგილზე ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ოპოზიცია პასიური იყო რეგიონებში, თბილისში მეტნაკლებად ხედავდით აქტივობას, თუმცა ისევე როგორც შარშან ამჯობინებს სტუდიებიდან არჩევნების საარჩევნო კამპანიის წარმოება და არა მოქალაქეებთან უშუალოდ მისვლა და შეხვედრა. ამასთან ერთად ჩვენ ნახეთ და ხედავთ, რომ არის მცდელობა კიდევ ერთხელ, რომ საბოტაჟი მოაწყონ არჩევნების და ამ მხრივ განსაკუთრებული მდგომარეობა არის ამ შემთხვევაში, ვინაიდან ჩვენ ნახეთ, რომ პირდაპირ გამოცხადებული არის არჩევნების საბოტაჟი არა მხოლოდ მასში მონაწილეობაზე უარის თქმით, რაც განაცხადა ორმა ბარიერა გადალახულმა პარტიამ, არამედ არჩევნების პარალელურად ძალადობრივი აქციის დაანონსებით და არჩევნების ჩაშლის მუქარით. ჩვენ ნახეთ, რომ პარტიები კოორდინირებული მოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მედიის ზოგიერთ წარმომადგენელთან, რომლის ცდილობა არის, რომ წაართვან საარჩევნო უფლება მოქალაქეებს და არჩევნების საბოტაჟით მოახდინონ გავლენა მოქალაქეების მონაწილეობაზე არჩევნებში. ჩვენ მათ შორის ხედავდით პარადოქსულ განცხადებებს, როდესაც საუბარი არის დამხობაზე და ცდილობენ, რომ წინ პრეფიქსის თუ წინ სიტყვა მშვიდობიანის დამატებით თითქოს რაღაცნაირად კანონთან თითქოს შესაბამისობაში მოიყვანონ, რაც არის სრული აბსურდი. მე აქვე მიუთითებ, რომ ამაზე მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაც არსებობს ერთ-ერთ საქმეში, რომელიც თურქეთს ეხებოდა, სადაც ერთ-ერთი ორგანიზაცია საუბრობდა ლეგიტიმურ ჯიხადზე, ლეგიტიმურ ძალადობაზე და ზუსტად აი ეს წინ სართი ლეგიტიმური დამატებით ცდილობდა თითქოს ამისთვის რაღაც მიეცა ისეთი ფორმა, რომელიც შესაძლოა დაცული ყოფილიყო სიტყვის გამოხატვის უფლებით. ამაზე სტრასბურგის სასამართლოს აქვს გადაწყვეტილება მიღებული, ასე რომ შესაბამისად აი ამ ტერმინოლოგიის გამომგონებლებს მინდა დავარწმუნო, რომ ისინი ვერანაირად ვერ გაიქცევიან პასუხისმგებლობას ამ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით. ასე რომ ნათქვამი სიტყვა უკვე არის და ეს ამას უკვე ვერაფერს შეცვლიან, საუბრობენ დამხობაზე, საუბრობენ 4-ში დაწყებასა და დასრულებაზე, საუბრობენ 4-ში მათ შორის ზოგიერთ ამ შემთხვევაში ლელოს გულისხმობ, რომელსაც სურს რომ ორივე ფლანგზე ითამაშოს, საუბრობს არჩევნებზე დილით და საღამოს დამხობაში მონაწილეობაზე. ასე რომ ვიხილეთ ჩვენ პირდაპირ საბოტაჟი არჩევნებისა
მცდელობა საბოტაჟი რომ მოხდარიყო არჩევნების საბოტაჟი. ამიტომაც მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა რომ ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა შესაბამისი პასუხი გასცეს ყველა ამ წამოწყებას. ამას გარდა ჩვენ ვნახეთ უკვე უშუალოდ სისხლის სამართლის დანაშაულები, ქმედებები რომელიც აკმაყოფილებდა სისხლის სამართლის დანაშაულის წინაპირობებს ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში რომელიც 11 სექტემბერს იქნა დაკავებული იმიტომ რომ ცდილობდა მოესყიდა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ასევე 11 სექტემბერს ჰექსოგენი ამოღებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რომლის გადამზიდველიც ჩვენებით დანიშნულების მისამართი იყო თბილისი ავლაბარში მდებარე ერთ-ერთი სახლი და ასევე ვნახეთ 1 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული იქნა ზვიად კუპრავა რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა საარჩევნო ურბლების დარბევისკენ და ძალადობისკენ ასე რომ განცხადებები გაცდა რიგ შემთხვევებში და შეიძინა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის სახე და შესაბამისად ასეთი კვალიფიკაციითაც იქნენ დაკავებული შესაბამისი პირები, რა თქმა უნდა, გამოძიება ყველა შესაბამის დეტალს გამოირკვევს და სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, რომ ობიექტურად იმსჯელოს ამ პირების დანაშაულებთან დაკავშირებით არსებობა არარსებობის საკითხებზე. Მთლიან ამ პროცესში ჩვენ ნახეთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას და რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ასევე მოქმედებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან არიან დაფინანსებული და მათ შორის ბოლოს ჩვენ ნახეთ მათი პირდაპირი განცხადებები, რომ ისინი ერთის მხრივ არ დააკვირდებიან არჩევნებს და ამით მათ სურთ შექმნან ისეთი აღქმა, თითქოს არ იყოს შესაძლებლობა არჩევნებზე დაკვირვებისა, რაც არის სული სიცრუე, ვერ დაასახელებენ ვერც ერთ მიზეზს, რატომაც ამ კონკრეტულ ორგანიზაციებს, რომელიც წინა არჩევნებზე გამოირჩეოდნენ უბნებზე დაკვირვების სურვილით, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დაკვირვებოდნენ წლევანდელ არჩევნებს. თუ კი საუბარი აქვს მათ იმაზე, რომ შესაძლოა მათ დონორების მხრიდან აქვს დაბალი დაფინანსება, მიემართათ გრანტები სახელმწიფო დაწესებულებისთვის, რომელიც იცით, რომ უკვე ამოქმედდა გრანტებთან დაკავშირებით, ან თუნდაც მიემართათ ქართული ბიზნესისთვის ან სხვებისთვის, როდესაც ხშირად საუბრობენ, რომ მათ აქვს მხარდაჭერა სხვადასხვა სექტორიდან, ბოლო-ბოლო მათგან მიიღო თანხები და ბოლო-ბოლო უფასოდ რო დააკვირვებოდნენ და ამითი რა დაშავდებოდა. თუმცა როგორც ჩანს, აქაც მხოლოდ მერკანტილური მოსაზრებები აქვს ხოლმე ზოგიერთ მილიონერ NGO-ებს. გარდა ამისა, ჩვენ მოვისმინეთ ბოლო დღეებში ამ NGO-ების წარმომადგენლების საერთაშორისო გამჭვირვალობა, სამოქალაქო საზოგადოების, სოროსის ფონდი, საფარი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ევროპული ორბიტა, SAIA, რომ ისინი პირადად ამ NGO-ების წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში ხელმძღვანელები, არაპირებენ, როგორც ამომრჩეველმა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და ხმამისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები და მისი ხელმძღვანელები გასული არიან დემოკრატიული ჩარჩოდან და სრულად ასე ვთქვათ რადიკალიზდნენ და დემოკრატიული მეთოდების მიღმა არიან. პარტიების მიერ წამოწყებულ რადიკალურ დღის წესრიგს არჩევნების საბოტაჟისა, რომლის მხარდაჭერაცაც რომლის თანამონაწილეებიც არიან რიგი NGO-ები, ასევე შეხვდა გარკვეული მხარდაჭერა, წახალისება თუ წაყრუება უცხოელი აქტორების მხრიდან, რაც არჩევნებში ჩარევის ტოლფასი არის. ჩვენ ვნახეთ 23 სექტემბერს ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადება, რომელმაც კითხვაზე თუ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვს ევროკომისიას, ევროკომისიის პრეს-სპიკერმა ქალბატონმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა 23 სექტემბერს, რომ კომისია სოლიდარული არის ხალხისა, რომელიც 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოვა. და ეს არის პირდაპირ სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოცხადება არჩევნების მსვლელობის დროს დაანონსებულ ძალადობრივი აქციის მიმართ, რომლის მიზანი არის არჩევნების საბოტაჟი, რომლის მიზანი არის ამორჩევლისთვის საარჩევნო უფლების წართმევა და ხელის შეშლა არჩევნებში მონაწილეობისთვის, რომლის მიზანი არის არადემოკრატიული გზით
ხელისუფლების ბერკეტების მოპოვება. ამას გარდა 10 სექტემბერს, როგორც შევიტყვეთ ჩვენ ახალის ვებგვერდიდან, კოალიცია ცვლილებების წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოში აკრედიტებული ზოგიერთი დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს. ამ მისიებს თავისი განცხადება არ გავრცელებია, თუ რაზე ქონდათ იქ საუბარი, თუმცა პირველი შეგახსენებთ, რომ ახალი და კოალიცია ცვლილებისთვის წევრები არიან ზუსტად ისინი, ვინც დემოკრატიულ პროცესს უცხადებენ საბოტაჟს, არ მონაწილეობენ არჩევნებში და აანონსებენ არჩევნების პარალელურად აქციებს და მოქალაქეებისთვის ხელის შეშლას საარჩევნო პროცესებში. რა თქმა უნდა, თავად ის ფაქტი, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი ხვდებიან რადიკალურ ადამიანებს და ორგანიზაციებს, თავად ეს ფაქტი უკვე არის რადიკალიზმის ნორმალიზება, რაც რა თქმა უნდა არის როგორც არჩევნებში ჩარევა და ამ მხრივ ჩვენება, რომ თითქოს ეს ნორმალურია, რომ არსებობენ რადიკალური და ექსტრემისტული ჯგუფები, ასევე გარკვეულწილად აი ნორმალიზების პროცესია და ჩვენ მათ შორის ვებგვერდიდან გავიგეთ, თუ რაზე იყო იქ საუბარი და ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი სტრატეგია და გეგმა, თუ როგორ ვაპირებთ რეჟიმის გამარჯვებას და რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ისაუბრეს. ანუ ეს იყო როგორც ჩანს სასაუბრო თემა, როგორ არჩევნებს როგორ უნდა გამოუცხადონ საბოტაჟი და ამას კიდევ ერთხელ ნორმალურ სალონურ, ოფისურ და შეხვედრის ფორმატში ნორმალიზებას უკეთებს დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი. ამას გარდა ვნახეთ მათ შორის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტები. 18 სექტემბერს ლელოს განცხადებით ისინი ბრიუსელის მერს ფილიპ კლოზეს შეხვდნენ, რომელმაც თბილისის მერობის კანდიდატს ლელოს მხრიდან გამოუცხადა მხარდაჭერა. ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა და მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში და უცხოური ჩარევის ერთ-ერთი მაგალითი. ასევე შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში 11 ივნისს იყო ბრიტანეთის საელჩოს განცხადება, რომლისგან შევიტყვეთ, რომ მათ არ მიეცათ შესაძლებლობა საგრანტო გრანტის გაცემისა გარკვეულ ორგანიზაციებზე და მოგვიანებით თავად ამ ორგანიზაციების განცხადებით შევიტყვეთ, რომ ეს ეხებოდა მომავლის აკადემიას, რომელიც გახლავთ ნაციონალური მოძრაობის 5 ნომრის გია ჯაფარიძის NGO, მასთან აფილირებული NGO და ასევე ტაბულას, რომელიც გახლავთ ევროპული საქართველოს და დღეს უკვე ფედერალისტების პარტიული კედლის გაზეთი და აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის საელჩო, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა, რომ ვერ შეძლო გრანტის მიცემა, აპირებდა ამ ორი ორგანიზაციისთვის, კიდევ ერთხელ ფედერალისტების პარტიული კედლის გაზეთისთვის და ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული NGO-ისთვის გრანტის გაცემა საარჩევნო პროცესების გაშუქებისა და მათ შორის წინა საარჩევნო ასე ვთქვათ აქტივობების განხორციელებაში, რაც თავისთავად აჩვენებს ერთ ფაქტს, რომ არა ქართული კანონმდებლობა, ამ შემთხვევაში გრანტების შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, არანაირი შეთანხმება არ იქნებოდა საჭირო და რა თქმა უნდა, ასეთი გრანტი ისე გაიცემოდა, რომ ვერც ვერაფერს გავიგებდით საქართველოს მოქალაქეები და დღეს ზუსტად ამ ბრიტანული ფულით ფედერალისტების მედია გამოცემა ტაბულა, რომელსაც გაცხადებული მიზანი აქვს, რომ ჩაშალოს არჩევნები და ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული NGO მომავლის აკადემია, რომელსაც გაცხადებული მიზანი აქვს, რომ ჩაშალოს არჩევნები, დღეს ბრიტანული დაფინანსებით იქნებოდნენ სწორედ აი ამ აქტივობების მონაწილე და უნდა გავიხსენოთ მათ შორის, რომ გუშინ ბრიტანეთში ამოქმედა ბრიტანული ფარა, სადაც აი ესეთი ტიპის, აი ზუსტად აი ესეთი პროექტები საქართველოს მთავრობას რომ დაეფინანსებინა ბრიტანეთში, დღეს საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნებოდა, რომ დარეგისტრირებულიყო ბრიტანეთის უცხოური გავლენის რეესტრში. ზუსტად აი ეს პროექტი ტაბულას და მომავლის აკადემიის ანალოგი რომ დაგვეფინანსებინა ჩვენ უნდა დავრეგისტრირებულიყავით.
ვიყავით და საპირისპიროდ ბრიტანეთის წარმომადგენლებისგან ვიცნობთ კრიტიკას და პრეტენზიას, რომ მათ არ სურთ ასეთი პროცედურების გავლა და კიდე კარგი რომ ასეთი პროცედურები არსებობდა, თორემ დღეს აი ეს ორი ორგანიზაცია, რომელიც დღეს არის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე არჩევნების საბოტაჟისა, იქნებოდა ბრიტანული დაფინანსებით გაძლიერებული. თავისთავად ამ ყველაფერს თანძდევდა მათ შორის საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ხელი შეშლა სხვადასხვა სახით, თუმცა განსაკუთრებით გამოსარჩევი არის თბილისის შტაბზე თავდასხმები, რომელიც მათ შორის უცხოეთით დაფინანსებული NGO-ების მხრიდან ხორციელდებოდა და პარტიების მხრიდან, მათ შორის მათი მხრიდან, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდნენ, ისინი ჩართული იყვნენ კონკურენტი პარტიის საარჩევნო შტაბზე თავდასხმისთვის. ჩვენ ნახეთ, რომ სექტემბერში 3 სექტემბერს გახსნისას იყო თავდასხმა, 5 სექტემბერს, 14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ უკვე დაზიანებები მიაყენა შტაბთან გაკვლ საარჩევნო ატრიბუტიკას, რის გამოც იცით, რომ ის დაკავებული არის და ეს არ იყო ერთეული შემთხვევები, ეს იყო კარგად კოორდინირებული სიძულვილის კამპანია და თავდასხმები საარჩევნო შტაბზე, რომელიც სრულად წაყრუებული იყო დონორების მხრიდან, რომელიც აფინანსებენ მათ შორის აი ამ თავდასხმებში მონაწილე ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და მის წარმომადგენელს. და ბოლოს, რა თქმა უნდა, მედია მხარდაჭერა, რომელიც არ შემოიფაგრება მხოლოდ ხაზარაძის და ნაცმოძრაობის პარტიული ტელევიზიებით, არამედ აქ უკვე ჩართული არის უცხოეთიდან დაფინანსებული გამოცემებიც და ერთი მაგალითის წარმოდგენით, რომელიც ეხება 4 ოქტომბერს, აქაც კარგად ჩანს, თუ როგორ კოორდინირებულად, ორკესტრირებულად ხდება მედია მხარდაჭერა და ასე ვთქვათ, ინფორმაციის გავრცელება უცხოური დაფინანსებით მოქმედი გამოცემების მხრიდან 4 ოქტომბერთან დაკავშირებულ ანტიდემოკრატიულ აქციების მიმართ, რომლის მიზანიც არის არჩევნების ჩაშლა და ამორჩევლებისთვის საარჩევნო უფლების წართმევა. ეს გახლავთ პრეზენტაციის სახით, რაც არის, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ დოკუმენტის სახითაც საბოლოო ანგარიში გვექნება, სადაც ყველა ეს ფაქტი არის მოცემული თავისი წყაროებით და მტკიცებულებებით. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამო, ოპოზიციას, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, ჰქონდა სრული შესაძლებლობა მშვიდ გარემოში ეწარმოებინა კამპანია, თუმცა დავინახეთ, რომ პირიქით ქართული ოცნების წინააღმდეგ ჩვენ ნახეთ დეზინფორმაციის სიძულვილის კამპანია, რომელიც სოციმედიაში და მის მიღმა ვრცელდებოდა, უცხოური ჩარევა ქართული ოცნების წინააღმდეგ და რაც მთავარია, ჩვენ პირველად ნახეთ ღია მხარდაჭერა ძალადობის მიმართ, რომელიც სამწუხაროდ ბრიუსელიდან მომდინარეობდა. მადლობა. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალო პაპუაშვილმა შეაჯამა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ისაუბრა ოპოზიციის გეგმებზე, 4 ოქტომბრის გეგმებზე, მოწოდებებზე ხელისუფლების დამხობისკენ, ასევე გარეჩარევებზე და არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებზე. განვაგრძობთ გამოშვებას 14 საათის საარჩევნო უბნების გახსნამდე. ხვალ ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებია, საარჩევნო პროცესზე დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ბრიფინგზე. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხვალ უმნიშვნელოვანესი არჩევნებია, რომელზეც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ქალაქებისა და სოფლების განვითარების ბედს განსაზღვრავენ. პრემიერმა ისაუბრა დაანონსებულ აქციაზეც. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიტინგის გაცხადებული მიზანი დაამხონ, ან ძალადობით შეცვალონ კონსტიტუციური წყობილება არა მხოლოდ ანტიკონსტიტუციური, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ მცდელობას შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭოს. მისივე თქმით, წინასწარ გაცხადებული მიზნიდან გამომდინარე, ნებისმიერ ძალადობრივ აქტს იმაზე მკაცრი მუხლები მიესადაგება, ვიდრე წინა შემთხვევებში. პრემიერი მოუწოდებს პარტიებს და სხვა გაერთიანებას გაემიჯნონ შეკრებას, რადგან ნებისმიერ სამართალდარღვევას უმკაცრესი პასუხი გაეცემა. არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური გაერთიანება, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად და თანასწორ პირობებში წარემართათ საარჩევნო კამპანია. საარჩევნო პროცესი იყო კონკურენტული და თვისებრივად თავისუფალი, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან, ისე მუქარისგან, ზეწოლისგან და ძალადობისგან. მოგეხსენებათ, რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ხვალ დაანონსეს მიტინგი, რომლის გაცხადებული მიზანია დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება. ამ მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღეს, ან და მის განცხადებულ მიზანს ხარდაჭერა გამოუცხადეს ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ, ახალმა, ლელომ და რამდენიმე შედარებით მცირე პოლიტიკურმა პარტიამ.
გარდა ამისა, მიტინგსა და მის მიზანს ხარდაჭერა გამოუცხადეს თელმა რიგმა რადიკალურმა და ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა და დაჯგუფებებმა, რომელთა უდიდესი ნაწილი უცხოური წყაროებიდან ფინანსდება. თავისთავად ცხადია, რომ მიტინგის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ ცდილობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს. გარდა ამისა, მიტინგის წინასწარ გაცხადებული მიზნიდან გამომდინარე, მისი მონაწილეების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერ ძალადობრივ აქტს მიესადაგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმაზე მკაცრი მუხლები, ვიდრე შარშანდელი მიტინგების დროს გამოვლენილ მოძალადეებს შეეფარდათ. შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელად შარშან განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო 2-დან 4 ნახევარ წლამდე თავისუფლების საქმეთა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეფარდებული საშელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს. აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პასუხისგებაში მიეცა ერთ-ერთი პირი, რომელმაც საარჩევნო უბნების დარბევის მუქარის შემცველი ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ყველას მინდა შევახსენო, რომ ამ კატეგორიის დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსი 4 წლამდე თავისუფლების საქმეთას ითვალისწინებს. 2012 წლის შემდეგ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება. თუმცა კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერ ძალადობას უმკაცრესი კანონისმიერი პასუხი გაეცემა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა გაერთიანებას, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ქმედითად გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა. ყველას მინდა შევახსენო, რომ დღეს საქართველო, მისი კონსტიტუციური სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და ერთმუშტად შეკრული, როგორც არასდროს. აქედან გამომდინარე, არავის ურჩევთ გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს. ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, მრავალი ოპერატიული ინფორმაცია და ერთი რამ შემიძლია გითხრათ ზოგადად. თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება ჩვენი დიდი სიურპრიზი. და ეს სიურპრიზი დახვდებათ მათ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, მაგრამ კანონი იმოქმედებს მათ მიმართ ძალიან მკაცრად. ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრისთვის მზადებას განაგრძობს დღეს მათ გეგმებზე, რუსალზე დაანონსებულ შეკრებასა და ხელისუფლების დამხობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა პაატა ბურჭულაძე. მმართველი გუნდი კი მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ ძალადობისგან და არ გამოუყენებინონ საკუთარი თავი პროვოკაციებისთვის. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ვიღებთ პასუხისმგებლობას. არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება. თუ რომელიმე მინისტრი ან მაღალჩინოსანი გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფსს. უფრო მეტიც, ამის შედეგად კოლაფსი მცირე ხნითაც კი არ შეიქმნება. ყველა სასიცოცხლო სახელმწიფო სერვისი, ისეთი როგორცაა ჯანდაცვა, ხელფასებისა და საპენსიო უზრუნველყოფა, მართლწესრიგი თუ სხვა გარანტირებული იქნება. მე ყველას მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არ გამოაყენებინონ საკუთარი თავიანთი ბინძურის ზრახვებისთვის. არავინ, არც ერთმა ახალგაზრდამ არ გამოაყენებინოს თავი. როგორც წინა შემთხვევებში იყო, ახალგაზრდა ბიჭებს მოუწიათ ციხეში წასვლა იმ დანაშაულებისთვის, რაზეც აკეზებდნენ პოლიტიკოსები, შემდეგ იმალებოდნენ თვითონ, ზოგი კაფეში იჯდა, ზოგი ბარში იჯდა, ყავას და ცხელ ჩაის მიირთმევდნენ, ახალგაზრდები კი შეატოვეს პირისპირ პოლიციას და ძალადობდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, ფიზიკური, სიკვდილი შეურაცხყოფა. არავინ არ გაწიროს თავი ციხისთვის. მე როგორც დედაქალაქის მერს ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს ნამდვილად არ გამიხარდება და არ მიხარია, როდესაც ადამიანები ჩადიან დანაშაულს და შემდეგ უწევთ ციხეში წასვლა. ნებისმიერ ადამიანს ჯგუფს შეუძლია გამოხატოს თავის მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის, რა ვიცი, შეკრებით, მიტინგის ჩატარებით, ეს უნდა იყოს ცივილიზებულ ფორმაში. ყველა პროვოკაციის შემთხვევაში, ძალადობის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება. კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. გავრცელდა ორი გენერლის მამ გვაყურაშვილისა და ზაზა გოგავას ერთობლივი განცხადება. ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები ემიჯნებიან ოპოზიციის მოწოდებებს, რომელიც 4 ოქტომბერს დამხობას ეხება. ამ ფონზე ოპოზიცია რიტორიკას არ ცვლის და კვლავ ხელისუფლების დამხობაზე საუბრობს. მმართველი გუნდი კი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევას აუცილებლად მოყვება შესაბამისი რეაგირება.
შემიძლია ყველას ვაპატიო პირადი შეცდომა, თუმცა არავის ვაპატიებ ამ ბრძოლის დისკრედიტაციას. კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით არის არა მხოლოდ იმედგაცრუება, არამედ არის წინააღმდეგობა, ვინაიდან ეს განცხადებები აზიანებს 13 წლიან ბრძოლას. ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობიან კალაპოტს ოპერაციის სპეცპუნქტებზე, არავის ვურჩევთ გამოცხადებას. ყველანი რუსთაველს იქნება დიდი წინააღმდეგობა, ქართველი ხალხი აიღებს ხელში ძალაუფლებას. თავისთავად როცა საუბარია დამხობაზე, ეს შინაარსობრივად გულისხმობს ბუნებრივია ძალადობას, ხო, დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს, ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვიტყვით კიდევ ერთხელ იმას, რომ გაცხადებული მიზანი აქვს ამ მიტინგს, რომ მათ უნდა სწადონ თქვენს რიცხობილების დამხობა ან ძალადობის შეცვლა, რაც თავის თავში კიდევ ერთხელ ვიტყვი გულისხმობს ბუნებრივია ძალადობას. ყველას არ უნდა ძალადობაში მონაწილეობა. ძალიან კარგია, რომ ამ ორმა კონკრეტულმა ადამიანმა დაიკავა სახელმწიფოებრივი პოზიცია ამ შემთხვევაში, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ბევრი ასეთი სხვა ადამიანიც იქნება, მათ შორის შესაბამის პოლიტიკური შეხედულებების მქონე, რომელსაც არ მოუნდება ძალადობაში მონაწილეობა. მათ შორის კიდევ ერთხელ გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს. ეს არის მეგობრული რჩევა ჩვენი მხრიდან. გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისასებს მიღმა. სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ქართულ ბანკის გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე გამოეხმაურა უზენაეს სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს. გელენიძე აცხადებს, რომ ალავიძის მხრიდან ქართულ ბანკის და მისი სახელის კონკრეტულ კონტექსტში და პერიოდში მოხსენიება სიცრუეა. ყოფილმა მოსამართლემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განცხადა, რომ მას გაჩუმების ანაცოდ სხვადასხვა კომპანიებში თანამდებობების შესთავაზეს, ახსენა შეხვედრა ზურაბ გელენიძესთანაც, რასაც გელენიძე სიცრუეს უწოდებს. 2020 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე ვიკავებდი ენერგეტიკული და სატრანსპორტო აქტივების მფლობელი და მმართველი ჰოლდინგური კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას და ჯგუფში შემავალ ენერგეტიკულ კომპანიებს მართავდი. მას შემდეგ, რაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე დასაქმებული იყო ჩვენს ორგანიზაციაში თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანია თელმიკოში რიგით იურისტად, ჩავთვალე, რომ მისი კვალიფიკაციის მეტად სარგებლიანად გამოყენება იყო შესაძლებელი. სხვადასხვა კომპანიების ზედარგოლის მენეჯმენტში, მათ შორის კერძო მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო კომპანიაში. სწორედ ამ წინადადებით მივმართე მას 2022 წლის ზაფხულში, რასაც როგორც განმიმართა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უარი უნდა ეთქვა, რადგან სრული დატვირთვით ვერ დაიკავებდა შეთავაზებულ პოზიციებს. იქვე განხილული იყო COVID-19 რეგულაციების შესაბამისად დისტანციურ რეჟიმში გარკვეულ პროექტებში ჩართვა. ამ შეხვედრის შემდეგ დიალოგი აღარ გაგრძელებულა. სააქციო საზოგადოება ქართულ ბანკის გენერალურ დირექტორად კი 2023 წლის ოქტომბერში დავინიშნე. ამ საუბრიდან თითქმის წელიწად ნახევრის შემდეგ ბესარიონ ალავიძის მიერ ქართულ ბანკის და ჩემი სახელის კონკრეტულ კონტექსტში და პერიოდში მოხსენიება არის სიცრუე. ბესარიონ ალავიძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ყოფილი მოსამართლე პაატა ქათამაძეც. ალავიძემ გავრცელებულ ინტერვიუში თქვა, რომ მასზე და პაატა ქათამაძეზე ზეწოლა ერთდროულად ხდებოდა და ამ მიზნით ოთახშიც კი ჩაკეტეს. ფაქტს უარყოფს თავად ქათამაძე და ამბობს, რომ ალავიძის განცხადებების მიზანი სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. იმ ეპიზოდებთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთან სადაც მე მახსენებს და ესე რომ ვთქვა თანამონაწილე ვარ თითქოს სიმართლეს არ შეესაბამება მისი ინტერპრეტაცია ძირითადში ქვეყანაში დაძაბული ფონია შექმნილი და მე ვფიქრობ, რომ ამ ფონის კიდევ უფრო გასამძაფრებლად ტემპერატურის ასაწევად ესე რომ ვთქვა რაღაც გარკვეულ ძალებს ალბათ დასჭირდათ, რომ ეს ინტერვიუ საჩვენებლად გამოეტანათ. რაც შეეხება კონკრეტულად ჩემთან მიმართებაში, რამდენიმე ეპიზოდს, ძირითადად ეს რუსთაველის ეპიზოდი იყო. თითქოს იქ იძულებას ჰქონდა ადგილით და არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავისუფლად მიიღო გადაწყვეტილება და უფრო მეტიც თითქოს ფანჯრიდან გადაპარვას ვაპირებდით და რაღაც მე ტელევიზიაში რაც სრული აბსურდია, მსგავსი რა თქმა უნდა არაფერი არ ყოფილა. თვითონ ხსავს ესე ვთქვათ გარკვეულ ამბებს და ჭირდება რომ ალბათ მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი.
სოციალურ ქსელში განცხადება გავრცელა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმაც. ის იხსენებს 2017 წელს პროკურატურის მიერ გავრცელებულ წერილს, რომელშიც მეთოფიშვილის წერს. ნაციონალური მოძრაობის სახელით მოსამართლეებს გაეგზავნა და მასში საუბარი იყო იმაზე, რომ ყველანაირი ტალახი ესროლათ სასამართლოსთვის, ხოლო დანარჩენ შავპიერს ოპოზიციური ტელევიზიები მიხედავდნენ, რათა საბოლოოდ სასამართლო სისტემა ჩამოშლილიყო და უცხოელებსაც ენახათ. მეთოფიშვილი წერს, რომ ახლა ზუსტად ამას აკეთებს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე. მისი კურატორი გახდა ასევე ანგაჟირებული არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი აქტიური სახე კახა წიქარიშვილი, რომელმაც ის თავისი პატრონების მეშვეობით დააკავშირა უცხო ქვეყნის საელჩოს და იქ ამ ბინძური დავალების შესრულების ნაცვლად მიიღო პოლიტიკური თავშესაფრის მიღების დაპირება. წერს სერგო მეთოფიშვილი. დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსით საქართველოს მსოფლიოში 51 ადგილზეა და დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას უსწრებს. ინდექსს ევროკომისია თანმიმდევრული განვითარების ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს. რეიტინგში საქართველოს უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს. დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსი აფასებს რამდენად არის ქვეყნები ერთგულნი ისეთი საჯარო პოლიტიკის, რომელიც შექმნილია დემოკრატიული მშვიდობიანი საზოგადოების ასაშენებლად, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, შეკრების თავისუფლებასა და პროტესტის უფლებას. ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიში, ყველა რეიტინგში, ყველა ინდექსში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, მოწინავეა კანდიდატებს შორის, თუმცა არა მარტო, ხო, ამ შემთხვევაში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დიდი შვიდეულის ქვეყნებს. კიდევ ერთხელ გაიმერებ, თუ კი რაიმე კვლევა ეფუძნება ფაქტებს, ყველგან საქართველო არის მოწინავე. თუმცა ამის მიღმა არის პოლიტიკური ინტერესები, არის ორმაგი სტანდარტები და სწორედ ამის გამოხატულება ის დამოკიდებულება, რასაც ხედავთ ჩვენ კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, ბიუროკრატების მხრიდან, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების მხრიდან, ჩვენ ამიტომ მოუწოდებთ ყველას, რომ გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ხედავთ, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს შემხვედრი ნაბიჯები, ჩვენ რჩებით მუდმივი მზაობის რეჟიმში. მუდმივად ვართ მზად იმისათვის, რომ გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი, რაც უკავშირდება მათ შორის საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებს. უყურებთ კურიერს 6 საათზე. რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. ქვეყანას საკრებულობის და თვითმმართველი ქალაქებისა და თემის მერებს ირჩევს საქართველოს მოქალაქეები ხვალ 64 მერს და 64 საკრებულოს 2059 წევრს აირჩევენ. როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით. რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი 112. არჩევნებს დააკვირდება 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია. არჩევნებისთვის მზადება რეგიონებში საარჩევნო ოლქების უბანებზე ინვენტარს ანაწილებენ, შესაბამისი პროცედურები უსაფრთხოების ნორმების დაცვით ტარდება. ხდება ელექტრონული აპარატურის და საარჩევნო დოკუმენტაციის გადატანა. დღის ბოლომდე ყველა უბანი აღიჭურება. 77-ვე უბანზე ტექნიკაც და დოკუმენტაციაც განაწილებულია, შესაბამისად უბნები მზად არის იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარონ მაღალ პროფესიულ დონეზე, მოემსახურონ ამ მომრჩეველს, რომელიც ჩვენთან მობრძანდება, არც ამ მომრჩევლისთვის და არც კომისიის წევრებისთვის უცხო არ არის ტექნოლოგიებით ჩატარებული ამ არჩევნები, იმდენად რამდენადაც 2024 წლის არჩევნებიც ჩატარდა ქვეყანაში. ამას გარდა CSKO-ს ძალიან ფართო მასშტაბით ჰქონდა ინფორმირების კამპანია. ამ ეტაპზე დაკომპლექტებულია ბათუმის ყველა საარჩევნო უბანი. ბათუმში სულ 89 საარჩევნო უბანია, ყველა მათგანი ელექტრონული ტექნოლოგიებით აღჭურვილი. გამართულია ვერიფიკაციის აპარატები, ხმისვლელი ელექტრონული აპარატები და პლანშეტური კომპიუტერები. სულ 157,400 ამომრჩეველი გვყავს, რომელთათვისაც საარჩევნო უბნები გაიხსნება ხვალ დილის 8 საათიდან. რაც ვავარი ამორჩეველმა უნდა დაიმახსოვროს და ეს რა თქმა უნდა რეგისტრატორების მიერ რაც განემართებათ, რომ უნდა გააფერადოს აუცილებლად მისთვის სასურველი სუბიექტის წინ არსებული წრე. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მიმართოს არცელებს თბილისის მოქმედი მერი და მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი კახი კალაძე მოქალაქეებს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მან საუბრა იმ რეფორმებსა და პროექტებზე, რომლებიც მისი მერობის დროს განხორციელდა. ბევრი გვაქვს სალაპარაკო თბილისზე, რადგან ბოლო 8 წლის მანძილზე წარმატებით გავიარეთ საკმაოდ რთული გზა, საიმისოდ რომ დღეს თამამად თქვენ ჩაგხედოთ თვალებში და არ მოგვერიდოს თქვენთან საუბრის. როგორც თბილისის მერს მიამაყება გავლილი გზა, რომელმაც უკვე გაატყო კაფეო კვალი თბილისს და დღეს როგორც თბილისის მერობის კანდიდატი თავს უფლებას ვაძლევ
გესაუბროთ არა ბუნდოვან დაპირებებზე, არამედ მკაფიო სამოქმედო გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც თქვენთან ერთად ვაპირებ. ამ ქალაქის მომავალი ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ. შეუძლებელია ერთმა ადამიანმა, ვინც გინდა იყოს ის, აიღოს ამხელა პასუხისმგებლობა. თქვენი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ ჭირდება თბილისს. უნდა გაგრძელდეს ყველა ის პროგრამა, რომელიც დავიწყეთ, ყველა პროექტი, რომელიც დედაქალაქში არსებულ პრობლემებს საბოლოოდ დაძლევს. სრულად, გულწრფელად შემიძლია გითხრათ. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ამ გამოწვევებს გაუმკლავდება, არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. მეგობრებო, 4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნისა და დედაქალაქის ცხოვრებაში. გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყოველთვის იქნება ღირსეული და საამაყო. ჯერა 4 ოქტომბერს მესამედ ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთად ავაშენებთ ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს. პარტია ქართული ოცნების სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია მოსახლეობას შეხვდა, მან წინა საარჩევნო კამპანია შეაჯამა და კიდევ ერთხელ ისაუბრა გეგმებზე. 4 ოქტომბერს ჩვენ კვლავ გავართ ისტორიული არჩევანის წინაშე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. დარწმუნებული ვარ თქვენ მხარდაჭერაში, რადგან თქვენ იცით, რაოდენ ფასეულია მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდი ყოველთვის შრომობდა იმისათვის, რომ სენაკს მეტი შესაძლებლობები ქონოდა. თითოეული დაწყებული და დასრულებული პროექტი არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. დღეს სენაკი მხოლოდ რეგიონალური ცენტრი კი არა, ისტორიული საგანძურია. თავისი მდიდარი კულტურით, მემკვიდრეობით, ძეგლებით, ტრადიციებითა და თეატრით, რომელიც მუდამ სიცოცხლითა და შემოქმედებით სუნთქავს. ორსვაძე ნაკლები რჩება წყალბურთში ისტორიული შეხვედრის დაწყებამდე, რომელსაც საქართველოს ჩემპიონი აპოლო ნიდერლანდების საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს. თბილისის დროით 20 საათზე აპოლო საბერძნეთში ევროტურნირებზე სადებიუტო მატჩს გამართავს. უფრო მეც მოახლოებული მატჩის შესახებ ლაშა დვალიშვილი გვეტყვის. დიახ, ძალიან ცოტა დრო რჩება იქამდე, ვიდრე წყალბურთის კლუბი აპოლო თავის პირველ და ისტორიულ შეხვედრას გამართავს ევროსარბიელზე. თქვენ იცით, რომ ივნისში აპოლომ სპორტ მენეჯმენტის სახელით მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის წოდება, რამაც მიცა გუნდს საშუალება იმისათვის, რომ იასპარეზოს უკვე ევროტურნირებზე და დღეს იქნება პირველი შეხვედრა ჰოლანდიის ჩემპიონთან. ეს მატჩი გარკვეულწილად ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვას ატარებს ბიჭებისთვის, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გუნდი სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ დღეს წარმატებით იასპარეზოს. მე აქვე გეტყვით, რომ 25 სექტემბერს გუნდის სრული რებრენდინგი განხორციელდა, შეიცვალა ლოგო, შეიცვალა სახელი და აი დღეს ყველა, ვინც ამ კლუბის ირგვლივ არის, მოუთმენლად ელის დაპირისპირებას. მთლიანობაში აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ გუნდი თურქეთში მოემზადა ამ მოახლოებული ტურნირისთვის. ტურნირზე კი ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდი აპოლო სამშეხვედრას გამართავს. დღეს ხვალ და ზეგ იქნება უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებები, თუმცა თავისთავად ცხადია, დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებულია თითოეული ქართველი წყალბურთელისთვის და აპოლოს თითოეული წევრისთვის, როგორც მოთამაშისთვის, ასე ხელმძღვანელობისთვის. თუმცა მთავარი მაინც არის ის, რომ თითოეული წყალბურთელი ძალიან ოპტიმისტური და საბრძოლო განწყობით არის. ძალიან კარგი განწყობაა ბიჭებში, ყველა ძალიან სიხარულით ვარჯიშობს და ყველა ძალიან ელოდებოდა ამ დღეს და ყველა ძალიან მოტივირებულია გამარჯვებისთვის. პირველ რიგში გულშემატკი ვარ, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამოდის და ძალიან სასიამოვნო არის ეგ ფაქტი. ძალიან დიდი მხარდაჭერა არის ეს ჩვენთვის და ჩვენგან უნდა ელოდოს უფრო მეტ ძალისხმევას და ლამაზ თამაშს. გუნდში არის ძალიან კარგი განწყობა. ბიჭები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად არიან თამაშისთვის. საკმაოდ კარგი გუნდები იქნებიან ჩვენი მეტოქეები, მაგრამ მზად ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, როგორც მე ასევე მთელი გუნდი და ვეცდებით მაქსიმალურად რომ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ ამ ახალი სახელით პირველივე თამაში გამარჯვებით დავიწყოთ და ასე ჩაეწეროს ისტორიაში. დღეს ისტორია დაიწერება და მგონია რომ ამ ისტორიის დაწერით გამარჯვებით დავიწყოთ. და რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ეწოლას და წნეხს, ნამდვილად არის, არ დაგიმალავთ, მაგრამ ჩვენ როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად დიდი მოზადება გავიარეთ და ყველაფერს ვზადავართ.
მოგეთ აი ასეთია განწყობა აპოლოს რიგებში მოახლოებული მატჩის წინ და ეს ბუნებრივიც არის გამომდინარე იქიდან რომ აპოლოს დღეს აბსოლუტურად ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისათვის რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს წარმატებად კი ჩაითვლება ჯგუფში პირველი მეორე ადგილის დაკავება რომლის შემდეგაც აპოლო უკვე ასპარეზობას განაგრძობს წრიული სისტემით თუმცა თუ გუნდი ვერ მიაღწევს ამ წარმატებას და ვერ დაიკავებს ჯგუფში პირველ მეორე ადგილს ამით ტრაგედია ნამდვილად არ იქნება გამომდინარე იქიდან რომ მესამე მეოთხე ადგილის დაკავების შემთხვევაში აპოლო გადაინაცვლებს რანგით სხვა ტურნირზე ასევე ევროთასებზე და უკვე კონფერენს ლიგაზე განაგრძობს ასპარეზობას თავარი აქ არ არის შედეგი აქ აპოლოსთვის თავარი არის ის რომ გუნდი დღევანდელი შეხვედრით იწყებს ახალი ფურცლიდან ახალი ისტორიის წერას მადლობა ლაშა დოალიშვილი საუბრობდა ათენიდან კურიერის ეთერში ოლიმპიური მუზეუმში მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო მძლეოსნის ვიქტორ სანეევის 80 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო ფოტო გამოფენა, სადაც ვიქტორ სანეევის სპორტული კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები იყო აღმოჩნდილი. უდიდესი თარიღია ჩვენთვის ზოგადად ქართული სპორტისთვის, ქართული სპორტის ისტორიისთვის. ვიქტორ სანეევი არის ლეგენდარული პიროვნება არა მხოლოდ ქართული მძლეოსნობის და სპორტისთვის, არამედ მსოფლიო მოვლენა იყო მისი სპორტული შედეგებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენ ლეგენდარულ სპორტსმენს, რომელსაც ძალიან დიდი ფული შეიტანა და ოლიმპიურ მოძრაობაში მოგვიწვიეს თავისი დიდი კვალი დატოვა. მე მინდა ყველა იმ ადამიანს, იმ შემატკივრებს ეს ვინც მოვიდა და პატივი მიაგო ვიქტორს მადლობა გადაუხადო. მისი სპორტული ხანა იყო ზენიტი, თუ რამე არსებობს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი. აუცილებლად უნდა ახსოვდეთ ახალგაზრდებს ისეთი უკუდავმყოფი სახელები, როგორიც გახლავთ ბატონი ვიქტორ სანეევი. რამდენიმე საათია დარჩენილი საარჩევნო უბნების გახსნამდე მოახლოებულ არჩევნებზე, მთავარ დაპირებებზე, გეგმებზე, წინასაარჩევნო კამპანიასა და საარჩევნო პროცესებზე ვისაუბრებთ რუსთავის მოქმედ მერთან და მერობის კანდიდატთან ნინო ლაცაბიძესთან ერთად. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.